ყვარელში საალტმარო სკოლა გაიხსნა, სადაც მოზარდები ფოლკლორის ეროვნული ცენტრის სპეციალური პროგრამით ქართული ფოლკლორის ყველა დარგს უფასოდ შეისწავლიან. სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული მოსწავლეები სწავლას თბილისის გიორგი მთაწმიდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ. სკოლის გახსნას კახეთში ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი დაესწრნენ. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, დიდი საქმე კეთდება. ამაზე ვოცნებობდით, ადრე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ შეიძლებოდა რეგიონებში გახსნილიყო ტრადიციული სიმღერისა და გალობის შესწავლელი სკოლა. ეს არის უნიკალური შემთხვევა. მესამე ქალაქია, ჩვენ გავხსენით ხობში, გავხსენით ოზურგეთში, ჩვენი წარმომადგენლები და ხა ყვარელში ხსნით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალგაზრდები შეისწავლიან აღდგენილ ძირძველი და ძველთაძველი ტრადიციები, რაც ყოველთვის გააჩნდა ამ კუთხეს, ყვარელს, კახეთს ზოგადად. და ეს პროექტი გაგრძელდება.